აი მეგობრებო, როგორ ყანებში გავჩერდი აქით და ეხლა აქით. ხერა მაგარი. ესეთ გზის პარკინგზე გავჩერდი მოკლედ ახლა. ძალავასია. და ეხლა მაქვს დატვირთვა, რომელიც ხვალე იქნება, დღეს არა, მაგრამ ეხლა უნდა გავიარო ინგლისში ერთ-ერთი პატარა სოფელი და ფერმა თუ რაღაცა არ ვიცი, თქო სადღაც მივდივარ, ამ საღამოს აქ შეგიძლიათ გაჩერდეთ თუ ესე მომწერა ჩემმა ჯიგარმა უფროსმა, იმიტომ რომ ჩემი დისპეჩერი როგორც იცით აღარ არის. ეხლა წავედით და ვნახოთ ინგლისის ერთ-ერთი ვიწრო ადგილი, სადაც მაგ დატვირთვა რაღაც ტრაქტორი და რაღაცმა წამოვიყვანო, არ ვიცი. Კაი, აბა წავედით ინგლისის ვიწრო ადგილას. ერთ-ერთ ვიწრო ადგილას, თორე ინგლისი მე ვეღარ გამაყურებს ვიწრო ადგილებით. იქ რაღაცა შეკრებასავით აქვს, მანქანები აღენია. და აქაც ეთყობა მოშიბლად მე იგებს და აღარა ინთები ეხლა. კინაინთო. 6 კილომეტრი 6 კილომეტრში დიდი იმედი მაქვს, რომ ეგეთი რამე შევიწროება არ იქნება, მაგრამ მე ვიცი, რომ იქნება და
რაღაც შეკრება აქვს, ეგ სხვადასხვანაირი მანქანები აყენია. ტროიკის სასტავი იყო და სივიკის სასტავი იყო, აქაურეგენი არის. ეს რადარები ჯიგარო. კარგი, ესე იგი 4 კილომეტრში მაქვს, ეხლა გადასახვევი და მანდაც ვიწროვია, ძალიან ვიცი და ეხლა გვიანია, კიდე იმედია დღე და დილით მით უმეტეს რომ გამოვალ ტრაქტორი არამე არ შემხვდება. ზოგ ტრაქტორს 3-4 პრიცეპი აქვს ჩაბმული და მე მაგის დაძაბნა რაღაც არ გამოვა, ეხლა 4 პრიცეპზე 3 და 4 პრიცეპი რო აქვს ტრაქტორს ჩაბმული. მაგინ რაღაც ვერ დაზადნას მომიწევს მე და რაღაც არ მინდა ეხლა ხვალ დატვირთულზე ტრაქტორი და იმის დატვირთულზე ზადნიცი არ ვარ. უი, აქ ეს იმის ზომი რადარი არის. პრინციპში 50 წერი, ანუ 80 შემიძლია აქ სიარული გიკაცო, აგერაც რაღაც ცხოველი იყო ეთყობა. ნახეთ როგორი ხიდი გაიჩნდა მეგობრებო. და ამნაირ ხიდს ვერიდოთ ხოლმე კუთხეებში რომ ჩავიდეთ. კუთხეებში შეიძლება დაბალი იყოს და მოვსდოთ მეგობრებო. ინგლისში ძირითადად ეგ პრობლემა არ არის ხოლმე, მაგრამ ზოგადად რა. ხო, ეხლა აქ სიმაღლე არ არის, მაგრამ მაინც თუ რამე ასე არ გავიდეთ. თუ არაფერი მოდი შუაში გავიდეთ. ხიდები ძალიან დაბალია, ხანდახან არის ხოლმე რომ სუსტად 20 სანტიმეტრი თუ არ გახვედი, გერმანიაშიც მქონია მაგალითად. შეიძლება გვერდზე უკვე წასდო ის პრიცეპის კუთხე. ჩემი მანქანა ოდნავ დაბალია, პრიცეპი უფრო მაღალია ხოლმე როგორც წესი და პრიცეპს წასდებთ. მაგრამ ინგლისს რაც აქ და ვერ დაუკარგავ ეგ არის რომ ხიდები აქ უშველებელი, აი არ ვიცი ინგლისში რომ სადმე ხიდში გაიჭედო, რა ვიცი ალბათ არ უნდა თქვა ეგ და უნდა წახვიდეთ პრავა და ყველაფერი დახიოთ და ცხოვრებაში მანქანაზე აღარ დაჭდე. ინგლისში მართლა ყველგან არის საშუალება სიმაღლის. გზები კი ბატონო არ არის, მაგრამ ასეთ გზებზე, ახლა ესეთ გზებზე მე სადმე სხვაგან რო ვიყო ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში. ძირითადად ესეთ გზებზე იშვიათად შეიძლება ხოლმე სიარული და იქ სადაც მე დავდიოდი, იქ ხო არ შეიძლება და არ შეიძლება, მაგრამ აქ იმდენად მალე მოხდაო ამ ჩვენი იმის გაზრდაო, რომ ვერ გათვალეს ეს გზები და მოუწევთ ესე რა, ანუ ვიწრო ქუჩები დარჩა, ეს სახლებიც იმიტომ დგას აქ, რომ ეგრე იყო აშენებული და მთელს ინგლისს ხო არ დაანგრევდნენ მაგის გამო. აი აქაც როგორ უთხედათ არის მეგობრებო, ნახეთ შორიდან რო გახედოთ. ეს ღამე არის ძალიან კაი სანახავი. ნახე აქ რა ახლოს მივარ, უბრალოდ შეხედეთ. ეხლა მე კიდე რომ მივდივარ ამის ქარის ნაკადს რო არ ტყავ, ის ქარის ნაკადი ამ იმებს წევს თუ რა რო გავჩერდე ეხლა მე ის ფოთლები ჩაულებრივად მოედება ჩემს სარკეს აგერ, მაგრამ უბრალოდ ქარის იმხელა ნაკადი მიმაქ ეხლა თან რომ იქით-აქით ვერ ტყავს ეხლა ამ რაღაცებს. აი აგერაც აი მეგობრებო ირემი. აი აქ ბევრი არიან ეგეთ ადგილებში, აი ხაი რამდენი წუთიან ვიდეოს ვიღებ, 4 წუთიან ვიდეოს დაახლოებით, ხო? მე მგონი და უკვე ორი წუთი ფაქტი დავინახეთ, ანუ წუდია, მაგრამ ნუ რა სიზავთ რა. ეს უფრო ღამე გადმოდიან ხოლმე ეთყობა და როცა ღამე მოვდივარ, ყოველთვის ანუ ასე ხა არავინ არაა, როგორც ხედავთ, იქ რესტორანი რო იყო, მაგის მეტი არაფერი იყო და ვასიგნალებ ხოლმე რა ღამე ხა იმაში რომ დაასიგნალო ხალხი რო აი ატეხავს რა და აქ ვასიგნალებ ხოლმე და რავი ჯერჯერობით მე არ მქონია მსგავს შემთხვევა გარდა იმ ტრედის სამ ტრედი რო დამეჯახა იმაზე ავტობანზე და ჯერ კიდევ ეგერ მაგის ისინი ლავაოიზე არ ჩამომირეცხია წესიერად. აჰა, აი ხა აქ უნდა შეუხვიო მე. რა თქმა უნდა აქ სივიწროვია პოლნი. რამდენი მაქვს სასიარულო? მეღა და კილომეტრი და 200. კაი, მოდი, მაგრამ მოდი ეს მანქანა გაუშვათ ახლა ჩვენ და აქ შეუხვიოთ. აქ ამას კუც არ მოვდებ, აქ ამას კუც. ეგეც შენი ინგლისი მეგობრებო და მე პაკრიშკა დამეშვა ისე. ჯობდა რომ პაკრიშკა დამეშვა მე. არა, უნდა დაუშვა პაკრიშკა, აქ შეიძლება რამე ისეთი მოსახვევი იყოს, რომ გადაიწყო დაშვა პაკრიშკა. ნახოთ მეგობრებო, აგერაც როგორი ხის ტუნელში მოხვდებით ახლა ჩვენ. აჰა. კურდღლის ოროსავით არის ხო მგვალი. ასიზავ ინგლისი არა.
თვითურნავი თუ ჩავა, ეხა იქ ვიღაცა ვერტალეთი თუ წამოიღებს იმ იმას, თორე რა ლამაზი ყანებია. თორე მედი მაგ ტრაქტორს როგორ წამოიყვანენ იქიდან სხვა გზა არ არის და. იქიდანაცაა, მაგრამ იქიდან იგივე გზა არის, ესეთი ვიწრო გზა არის. აირემი, ნახეთ მეგობრებო. გარბუდა ეხა აგერ. მაიმუნო შენ საწახვე. საწავი იქ გაიქცა. იმედია კაცი რავი თუ რამე იმას ვიზავ. ხო, ეხლა რახან ირემი აქ არის, ესე იგი სხვებიც იქნებიან აქ და ხო და მაშინ ცოტა ნელა წავიდეთ, ცოდო. აგერ კიდე მტრედი ნახისა, ძაფრინდი ეხლა. აი ვერაკრიფა, ნახეთ აი ვერაკრიფა და ამ დროს რო ტრაილერი ჩხარა მიდიხარ, აი მაშინ არის ეგ ამბავი რა. მე პრინციპში მოვედი თითქმის აქ ვიღაცის ვილა ეთყობა რა ვიცი. ახლა უბრალოდ რო გავაჩერო, რა ხაროხი გაუდის ჭერს ტოტებზე. ეხლა უბრალოდ რო გავაჩერო და ეს გავჩერდი 1-2 საათი, აქ რა მელაც ჩაატასავებს ხარეული ღორის ირემის, ყველაფერი იქნებიან ეხლა გაჩით საიდან გამომფრინდი. Через 200 метров ваше место назначения будет слева. არა ეს არაფერია კაც ეს მალე გავალ ეხა ხვალე აქ. თუ რამე და 400 მეტრი უკან სიარულიც ეგეც არ არის პრობლემა. უბრალოდ დატვირაშის ადაფრინდა, ნახეთ, როგორ ახლოს აფრინდა. აგერ მოვდივარ და ალბათ ამ ტრაქტორს წავიღებ მე ხვალ, კი. ამ ტრაქტორს წავიღებ, მეგობრებო, მე დიდი ალბათობით ამ ჯარს წავიღებ, მე და რაღაც მანქანაა კიდეო და არ ვიცი რა არის მოკლედ. ამიტომ მოდი ეხა მე ბარემ შემოვტრიალდები და ისე ჩავაქრო ეხა მანქანა. 200 მეტრში იყო ეგერიდან წარმოიდგინე. ჩიტების ჭუკჭუკი და ძალიან მეყვარს ესე ტყეღრეში გაჩერებადო. და კარია შრიალებს თორემ. მოკლედ შემოვტრიალდები ეხლა აგერ და გავაჩერებ და მშვიდად ყავასაც დავლე და რა ვიცი ვებასტოს ჩავრთავ ამ საღამოს. თბილად ჩავხუხუნდები და გემოზე დავიძინებ. აი ეს ადგილას მირჩევნია მეძილი იმდიდ პარკინგებზე და გერმანიაში და ასე რვაზიან მანქანები ერთმანეთს. რა ეს მირჩევნია მეგობრებო, მე რაც არ უნდა დანგრევლად გეჩვენებოდეთ ეხლა. აი მოვატრიალებ მანქანას და ფეხით გავიაროთ, იმედია იმირემი სანადიროთ რამე მგელიათ რამე არ მოვა და არ შემჭამს. აი ესე ფიქრობ რომ გავჩერდე, რომ დილით ეხა არ ქოქო მანქანა და არ ვატრიალო და უკინან შეაყენებენ ალბათ პირდაპირ, მაგრამ როგორ უნდა შეაყენონ ეს? არა მგონია ალბათ, შეიძლება ეს ტრაქტორი არც იყოს და კიდე სხვა ტრაქტორები ეყენა ხა უკინა ვნახე. მოკეთ რამდენი არის ერთი გზა სიგანეში? 1, 2, 3 მეტრიც არ არის სიგანეში მეგობრებო. ასიდა. აქ რაღაც ხმებია. ირემი იყო დაახლოებით იმ ხის უკან. აქ კიდე იქნებიან რაღაცები. ამ საღამოს ფარდებს არ გადავწევ და ფანარი მაქვს თუ რამე. საინტერესო კადრებს დავიჭერ ალბათ ამ საღამოს თუ არ დამეძინა ნახოთ. აი დავიტვირთები ხვალე ნახოთ რა იქნება. ზოგი მალება ნახეთ ბაჭი. ბაჭია. ბაჭია. გული. არ ვიცი მეგობრებო რატომ არა. აი ესეთ ყეღრეში როცა მძინავს ამ ბუნებაში ვერ გეტყვით ეს ვისგანაა დამოკიდებული, შეიძლება ჰაერია, სხვა ანტენიანობა თუ რაღაცა ხო არის, მაგრამ ეხა იშვიათად მძინავს რა თქმა უნდა ესე, მაგრამ როცა მძინავს, ყოველთვის მძინავს ძალიან კარგად.
ძალიან მშვიდად, კაი შედება ხოლმე. და უფრო ისე ვარ გამოძინებული, რაღაც კვაყოფილი ვიღუზებ ხოლმე ყოველ დილით, როცა აი ესე მიწევს სადღაც გაჩერება. და ამ ბევრნაირი ის იყო, ხა ხმები იყო. ამ დილითაც და წუხელაც კიდე რაღაცა ჩაფრიდა. ბაჭია წავიდა, ბაჭია? ბაჭია წავიდა. არ ვიცი, აი გეუბნებით რაღაცა არის რა. ვერ ხსნი რა არის, მაგრამ ეგ კიდე რაღაცა არის, ნახეთ მეგობრებო. აი რაღაცა ეს რა ფრინველი არის, აბა მოდი ახლა ვიმედით. რაღაცა არის. ვიცი დამელოდი რა. როგორ გარბის. ხო, ნუ არ ვიცი, მე ვარაუდობ, რომ აი ბევრი სხვადასხვა მცენარეები რო არის, ჭინჭარია მე მგონი თუ რაღაც. ბევრი სხვადასხვა მცენარეები შორს რო ხარ, არ ვიცი, რაღაცა მოკლედ არის, ხდება, შეიძლება წინასწორებაში. რამე ისიყავი. ტყის რამე ნადირია, რაღაცა ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიამოვნებს ხოლმე სულ არ მბეზდება თან არასდროს. და ყოველთვის განსაკუთრებულად მომახსოვრდება ეს ბუნებაში ყოფნა და ვერ გეტყვით მეგობრებო. თუმცა რაღაცნაირი შეუდარებელი გზნობა არის კი. ეხლა ჩვეულებრივად რო გაიღვიძებს რაღაც და სამსახურში გარბი ხარ სახში. აი ხა გავიღვიძე აგერ, სამსახურში ვარ უკვე всё. ეგ პლუსი აქვს, მაგრამ ეგ ყოველდღე ხდება ეხლა ჩემთვის, მაგრამ აი დამატებით ესე კარგად რო ხარ, ეგ უკვე არ ხდება ეგრე მეგობრებო. მანქანა მოდიოდა, მე მგონა ჩემთან მოდიოდნენ, მაგრამ არა, ჯერ არავინ არ მოვიდა. ხო და მოკლედ ეგრეა მეგობრებო, ვისაც ეს ბუნება და რაღაც კარავი და ნავი და თევზაობა და რაღაცა გიყვართ, ნამდვილად ძალიან ბევრჯერ გამოკრავთ ხელს გავს რაღაცებს. ჩემი მეგობარი შვედეთში რო დადის, ერთ და იგივე რეისებზე, ანკესები აქვს ნაყიდი, თევზაობა უყვარს. სხვადასხვა ჩემი მეორე მეგობარი, რომელიც ხან ინგლისში დაზედა, ხან იმაში. ეხლა მელიამ რო გადმოვიდეს, არ გაგიკვირდეთ მეგობრებო. ანკესები და ისინი აქ ხოლმე ნაყიდი ორივეს და თევზაობა ევასებათ. ის ერთი შვედეთში რო დადის, ის უთევზაობს ხოლმე. იმას მეც საქმე არ აქვს და აი 95 საათი რო დგას რო ახსენებ ხოლმე, ის მაგარი ბეზდელნიკია. ლოჯისტიკაში მაგრა გამომართლა მაგას და მაგრა აეწყო. ვისაც ეგეთები გიყვართ, კარავი, მოგზაურობა, რაღაც თაში ასვლა რაღაცა, ხშირად მოგიწევს გავს ადგილებში აი ესე ყოფნა მეგობრებო. პირდაპირ აი ტყეებში შეიძლება მოგიწევთ გერმანიაში რაღაც აი ფიცრები და რაღაცები დაგუჭირთვია და ეგ ხო მაინც თიან ადგილებში არის და აი აქ იყო ის ირემი გუშნა, აი ამ ეზოში იყო ის ირემი გუშნა. რა ვიცი, მე სიამოვნებას მანიჭებს მეგობრებო ესეთი რაღაცები და არ მგონია ადამიანი რომ მსგავსმა რამებმა სიამოვნება არ მიანიჭოს. ხანდახან მაინც შეიძლება ყოველთვის არა, მაგრამ ნუ ხანდახან მაინც რა. აი მოდი დავბრუნდები ახლა ეგრზევით მინოა თუ რაღაცა დაფრინავს კიდე. ყავას დავლევ ახლა მე. ამასობაში მოვლენ ალბათ ესენიც რა ვიცი. აი რაღაცა ფხაკონო, შიგნით რაღაცა არის ხა აშკარად. რამე ფოცხვერი არ იყოს ეგეთი და მელია და შველი და კურდღლები იყვნენ, კაცო, ის კურდღელი საწავით, აქ იქნება სადღაც. კარგი, დაველოდები და დავიტვირთები და წავალ აქედან. ეგეც ეგრე. ჩვენიერია, სუფთა ჰაერი, სიწნარი, სიმშვიდე,
აი ხა მე მარტო რაც წუხელ მეძინა აქ და წუხელ 7-ად გამოვიძინე. ალბათ რა ვიცი, ერთ 5 ღამეს მინიმუმ ხოვდრის არა, ჩვეულებრივად ვთქვათ. თბილისში რო გძინავს ხა ადამიანს იქ მაგალითად დიდუბეში და სიგნალების ხმა, აუ სიგნალების ხმა მეგობრებო, რამდენი ხანია. აი ეს ქაოსი რო ფანჯარას რო ხსნი სახლში და რაღაცა ქაოსის ხმა რო ისმის. ესე ხო არის ხოლმე რა, ვინც ახლა ცოტა ხალხმრავალ ადგილას ცხოვრობთ, ხო? აი ეს ქაოსის ხმა რამდენი ხანი არ გამიგია. აქაც ხო არის ანკაცო მანქანები და აქაც ხო დადიან დიდი ქალაქები ხო არის, კი რაღაც მომენტში არის, მაგრამ აი სხვანაირი ქაოსის ხმა კარს რო გააღებ და რაღაცა პიპ ტორმუზების სხვა წრიპინები ეგეთები არის ის რა. სადრო ხა ეგეთ ადგილას გაიღუძებ ყოველდღიურად და სადრო ეს ადგილას ან მე ვფიქრობ ეს ადგილას დაძინება აი ამ ჩიტუნიების ხმაზე მინიმუმ 5 ღამეს უდრის რა. ჩათვალე 5 ღამე იქ ისე ვერ გამოიძინებ ის კიდე ეგერ დარბის ნახე. აი თუნა მივიდე მივეპარო მაგას. ჩემმა ბუდნიკმა დაარეკა. ხო აი ბუდნიკმა დაარეკა და კიდე იმის ხმა მინდა რომ ეს ადგილებში რამდენჯერაც არ უნდა მოხდეს მეგობრებო. სულ უფრო ადრე მეღვიძება ხოლმე ვიდრე ბუდნიკს ვაყენებ. ესენი გუშინ გავხსენი რომ მეთქი წინასწარ გავიმზადე აფერს საქმე არ მქონდა. ამერთი ამას მივეპაროთ თუ დავიჭერთ. აქ რაღაცა იგულება ოჭველი ახან ორჯერ მოვიდა. რაღაცას გენკავდა ოჭველი. ეგერ კურთხელის ნახეთ. ესეც დავიჭირე, ეს მაიმონი და ეგერ კურთხელის ნახეთ. რა არის ფეხი აწია ცალე ფეხი ნახეთ. ელი არ არის კაცო ეს წყეზე დიდია რა თუ მოკლედ არ ვიცი ცოტა ახლოს ვერ იყოს ფოტოს გადაუღები დავარკვევდი მაგრამ აიქცა რა აქ რაღაცა ძველი დანგრეული რაღაცაა რა ვიცი ისიც რაღაცები საქართველოში მაქვს ნახე მაგრამ აი ეს ადგილას ვარ რა მოკლედ რა კაი ხანდახან ძალიან მოწესრიგებულ ადგილას ყოფნას ასეთ მინგრეულ ადგილას მაგრამ ბუნებაში ვიყო ირჩევნია და ეს რა არის ბალი თუ ალუბალი ალუბალი ყოფილა აგერ ალუბალი, აგერაც ალუბალი, აგელაც ალუბალი. იქ რაღაც სახლები კი არის, მკლავ პატრონად არ ყოფილვარ წუხელ. კაი, დაველოთ, მოკლედ დავლევთ ჩვენი ყავა და დაველოთ. მოკლედ ჩემი ყავა ავიღე ხა და აი მას უნდა დაუსადგაო აქ. აი კიშდა კიდე რაღაც აი ესეთი იქ რო პატარა რაღაცა დარბოდა დიდი მწყერებით. ეგეთი ოღონდ ინდაურის ხელა იყო დაახლოებით უფრო გაშლიფრთები და ისინი ქონდა. აი მაგ ადგილას ის და დაახლოებით და რომ დამინახა შევიდა უკან ნელა შევიდა და სავარაუდოდ გამოვა ისე. როცა ვიძახი მეგობრებო რომ თქვენი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი იქნება თუნდაც არაფერი გამოგივიდეთქო მსგავს რამეებს გულისხმობდა კიდე სხვა რამეებს მაგრამ ერთ-ერთ მაგალითად რო ავიღოთ მეგობრებო აი ხარა ჩემი ფეხები აგერ რაღაც ტრაქტორთან ერთად მეძინა წუხელ ხო ტყეში მაგრამ წარმოვიდგინოთ ეხლა თქვათ მომავალი ერთი თვე ვიღაცის ვინც თქვათ პირობითად რო ავიღოთ 1000-1500 ლარიანი სამსახურები რაღაც ან კონსულტანტად მიდის რა ვიცი სადმე გამყიდო მნიშვნელობა არ აქვს რა მაგალითად პირობითად ვიღაცა დგება და მიდის ელიავას ეხლა ადექი სამსახურში წახვედი ელიავაზე ან იგივე რამე სხვა იმაში მნიშვნელობა არ აქვს მოხვედი სახლში დაღლზე ნერვებმოშლზე დაწექი ნერვებმოშლა ეხლა უეჭველი გექნება მან ხო აზრი არა აი ორი აზრი არა რომ ნერვებმოუშლად სახლში ბუნდება ვინმე ეგეთი რაღაც დაჭდა
წახვედი სახში, მოხვედი სახში დაწექი. წახვედი სახში, მოხვედი სახში, თანამშრომლებს ელაპარაკებ, ერთ ეგ ვიხდება, მოხვედი სახში. კი ბატონო. აი ეგერ იყო, აი. მანქანამ გამოიარა, თორე იქით გადანაცვლებულა ეხლა. აი სადაც ეხა მანქანამდის, მანდ გადაიარა, ეხ ვერ დავიჭირი ამის დავატირე. მაინც ეხა გამოიარა მანქანამდე. ხო და წარმოიდგინეთ ვიღაცა დგება თბილისში, მიდის სადღაც თქვა ელიავაზე, მოდის უკან. მიდის საღათ ელიავაზე, მოდის უკან. ქაოსი არეულობა, ელიავას ხმები, მეგობრებო, დაგავიწყდებათ. თქვენ ელიავას ხმები, ნაბერეჟნის ხმები, აი ესეთი ხმები მეგობრებო, აქ დაგავიწყდებათ. საერთოდ სხვანაირად რაც გინდა დიდ ქალაქში მოხდა თქვენ მსგავს ხმებს და ამ ტორმუზის ხმებს და ჭყრიალებს და სიგნალებს და რაღაცა გაზის, აი მსგავს რამებს აქ ვერ გაიგებთ მეგობრებო. ამას ვიცოდი გაიგებთ, თუმცა უკან ჩახვალა დაბრუნდებით, მე გაგახსენდებათ, რომ უი ეს ხმები აქ ყოფილა ისევ და ამდენი ხანი ისე ჩუმად როგორ ვიყავი იტყვით. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დილით დგება, თქვა პირობითად მიდის ელიავაზე 1500 ლარა თქვა და მოდის უკან. დილით დგება, მოდის უკან თქვა. და ასე გადის მისი ერთი თვე და სამწუხარო წლებიც მეგობრებო, ხო არის ასე არა? და ეხლა წარმოვიდგინოთ ერთი თვე უბრალოდ ტრაილერის ცხოვრება. უბრალოდ რა ვიცი, არაფერი განსაკუთრებული, აგერ ტრაქტორთან მეძინა, ამის დავატირე წუხელ, ხო? მაგრამ ეხლა ჩემ ცხოვრებაში ამ დილით თუ რაღაცა ერთ საათს არა რას გავიღვიძე. უკვე რამდენი რამე მოხდა, ხო? ეგერ გუშინ ირემი ვნახე მაგალითად დღეს, ერთი კურდღელი ვნახე, მეორე კურდღელი, იქ ბაჭი, აქ რაღაცა მშვიდად გავიღვიძე რა. მე რომელიც ელიავადან მოვა და დაიძინებს, პირობითად რავი ელიავას მოდი ნუ ჩავეციკლოთ ელიავაზე ჩემი მეგობრების მუშაობენ. კაცო და ისე არ მასაკნათ, ისე არ გაიგოთ. ზოგადად ვიზახი რა. თქვა და მოვიდა ადამიანი, დაიძინა იქ არეულობიდან ისევ არეულობაში. დაწვა დაიძინა. წადის რაღაცა ფრის იყო წერივით. დაიძინა სახში. ფანჯარა ღია, თქვა ზაფხულში სიგრილია, თუ კონდიციონერი აქვს და ქაოსის ხმა შემოდის. დილით იღვიძებს და დილით აი რამდენი ადამიანი იღვიძებთ ხოლმე, აი გალახულივით, აი დააღლილით, ენერგია გამოცილი და ზოგი თუ დააკვირდებით, ხანდახან ხო არის ხოლმე შემთხვევა, ალბათ თქვენს გიქნებოდათ. მე სიმართლე გითხრა, ახლა შევამჩნიე ეგ რომ ეგეთი რამე აღარ დამართვია უკვე. მართლა აღარ დამართვია. ეხლა შევამჩნიე მეგობრებო, მაგრამ დილით რო იღვიძებ და რაღაცნაირად აი ცუდ ხასიათზე რო ხარ რა. არაფერი, ქეს გეძინა, ქეს ყველაფერი, არაფერს ნერვები არ მოუშლე, მაგრამ დილით იღვიძებ და რაღაცა აი რო იღრინები, ეგრე ხო არის ხოლმე. ადრე იყო ხოლმე, ეხლა რო უკვირდები აღარ არის ეგრე. ნუ მე დიდად ეგეთი ღრენებით არ გამოვირჩევი, მაგრამ ხანდახან ყოფილა რომ მართლა გამიღვიძია და რაღაცა ცუდ იმაზე ხარ, ან ცუდ ნასტროიზე ხარ, ესე რო თქვა რა და საწოლიდან მაცივრამდე გახვედი და რაღაცა ცუდ ხასიათზე ხარ. ხო, ყოფილა ეგეთ შემთხვევები. ხო, და ეხლა თქვენი აზრი ადამიანი რომელიც ელიავაზე დადის პირობითად გაუწყალე გული ამ ელიავას, მაგრამ ნუ აი პირობითად რა ელიავაზე დადის და მოდის თქვა. დადის და მოდის წინ და უკან. ეხლა ის ადამიანი რო გაიღვიძებს, უფრო კაი ის იქნება, გამოფხიზლება და უფრო ენერგიულად გაიღვიძებს და დამშვიდებული თუ აი ეხლა მაგალითად წუხელ მე რო აქ ნავსკი. ეხლა ხვალ მე შეიძლება გავიღვიძო ლონდონში მეგობრებო. ზეგ შეიძლება გავიღვიძო სადღაც ბელგიაში, მაგალითად ანტვერპენში. მაზეგ შეიძლება გავიღვიძო ჰოლანდიაში. და ყველგან ტყე არ იქნება, მაგრამ მართლა გეუბნებით ამსტერდამშიც გამიჩერებია მანქანა კაცო რამდენჯერ და ბერლინში და პარიზში და დიდ ქალაქებში ჩვეულებრივად. ეხლა ის ადამიანი რომელიც იქ დადის წინ და უკან და წლები გადის მეგობრებო ასე. ეგ ადამიანი მაგ ადამიანისთვის უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება ცხოვრება, რომელიც დილით დგება თქვა დიდუბეში, მარშრუტკაში დება, მიდის ან თუნდაც თავის მანქანაში დება, მიდის რაღაც ელიავაზე ან სხვაგან და მოდის უკან და არაფერი არ იცვლება. შეიძლება აქაც არაფერი არ შეიცვალოს, მეგობრებო, მაგას არავინ არ ატყვის, მაგრამ ეს ერთი თვე, რომელიცთვის უფრო საინტერესო იქნება, რომელიცთვის უფრო მრავალფეროვანი იქნება და ვინ უფრო ბევრ ამას ნახავს, ეხა იქ ერთ და იგივე ადგილას წლები რო დაეცა ადამიანი თუ აქ. და სანამ ესე მეგობრებო, აი ეს არ დამშვიდდებით და არ დავლაგდებით, ხო? ჩვენ რაღაცების აღმოჩენას ვერ დავიწყებთ, მეგობრებო, და რაღაცების აღმოჩენას სანამ ვერ დავიწყებთ, მანამდე ჩათვალეთ, რომ აი ამ მორევში ვართ მოქცეულები და ეს ცხოვრება სადაც აი როგორც ამღროულ მდინარეში რომ მორი ჩააგდო და დინებას რომ მიაღო, დინებას მშვიდად კი არ მიაღ, ხანიქით მიახეთქებს, ხანახით მოახეთქებს, აი რაღაც ეგეთი რაღაცა ხდება მეგობრებო ცხოვრებაში და აქ რო ჩამოდიხარ, აი ესეთ ადგილებში მე იწყებ დამშვიდებას და ბევრ რაღაცების აღმოჩენას და შენთვის ის რაც ყოველდღიური ცხოვრება იყო, რაღაცა ილექება და მეორე ხარისხოვნად გადადის და ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცები რაც შენ გახარებს და გაბედნიერებს, წამოიწევა ხოლმე ზევით.
და ხარ კმაყოფილი რო ხარ და თან დრო რო გაქვს, ეხლა რამდენ დროს ხარჯავ თქვენთან მეგობრებო, მარტო რო იმაშვები და მეც ხომ რჩება პლუს დრო, თან რომ მოდიხარ ეხლა რულზე, რა საქმე გაქვს ფიქრობ ადამიანი. ამ ფიქრებს ძალიან ბევრ რაღაცებს აღმოაჩენთ მეგობრებო, ძალიან ბევრ რაღაცებს და მე შეიძლება კიდე კურტყელი. მე შეიძლება მეგობრებო ვიღაცამ თქვას, რომ აი მაშინ თქვა იმას რატო არ გამოუვიდა, ან შენ რატო არ გამოვიდა, მე ნუ შემედრებით მეგობრებო და ნუ სხვადასხვა არავინ არ იცის ვის რა გველოდება. ვიმეორებ ადამიანს, რომელსაც არაფერი გამოცდილება ქონია სახში ზის და უყურებს იმ ზაბორს, როდის წაიქცევა, იმას უფრო მეტი შანსი აქვს თუ ადამიანი, რომელიც უამრავ განყოფილა და ყველგან არის ჩახედული, თან ცოტა სიღრმისეულადაა ჩახედული და ის უბრალოდ იმ თავის ტალღას ელოდება, რომ შანსმა აიწიოს. ეგ არავინ არ იცის. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ყველას ხო არ გამოვა, ყველას არ გამოვა მეგობრო, მაგრამ ყველამ უნდა ცადოს, თუ არ გამოგივათ და გეუბნებით, რომ თქვენი ცხოვრება იქ ერთი და იგივე რუტინა რაც ხდება თქვენ ცხოვრებაში, ისი იგივე ერთი და იგივე მოხდება დაახლოებით. აქაც ოღონდ იმ ერთ და იგივე სხვადასხვა ესეთი ფაქტორები ახლავს თან. ხან აქ ხარ, გიმეორებთ, ხან პარიზში ხარ, ხან ჰოლანდიაში ხარ. ხან იგივე მშობლობაში უწახვალ იგივე საქართველოში იღვიძებ კაცო და იქ საქართველოში რო ჩახვალ და რამდენი ადამიანი არ ყოფილა მეგობრებო, აი თქვენ რამდენს ისნობთ და ზოგადად აი ქართველები ვართ რო ვიძახთ, აი ამ ქართველებიდან საქართველო რამდენს გაქვთ ნანახი მითხარით. ყველა ხართ მეგობრებო ნაყოფი საქართველოს შემოვლილი გაქვთ, მეც არ მაქვს შემოვლილი, მაგრამ მე ნამყოფი ვარ, რა ვიცი. კახეთი, სვანეთი, იმერეთი, აფხაზეთშიც ნამყოფი ვარ მეგობრებო, ენერგეტიკაში მე რო ვიყავი მეთი რო გითხარით, იგენ გურგესი და რაღაცა, მანდაც სამჯერ ვარ გადასული. სამსახურმა გადმომიყვანა იქ. აფხაზეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო, რა ვიცი, აი ყველგან ხართ, რაც ჩამოთვალე აქედან ხართ ნამყოფი. ზოგი სვანეთში არაა მეგობრებო ნამყოფი და ზოგი კახეთშიც არაა ზოგი მეგობრებო ნამყოფი. არც სამეგრელოში არაა ზოგი ნამყოფი და რა ვიცი, არ ხო არიან ეგეთი ტიპები. ხო და საქართველოში რო ჩახვალთ, იმდენი ფული გექნება და დრო გექნება და სამი კვირით რო ჩახვალ და ორი თვით რო ჩახვალ საქართველოში რა უნდა აკეთო, ხო? და ფული რო გაქვს. მაგრამ სავარაუდოდ ერთხელ მაინც წელიწადში ერთხელ მაინც მოგინდება და წახვალ იმ სვანეთში ბოლო თუ არ გინახია. ხო და ასეთი ცხოვრება უფრო საინტერესოა, რომც არაფერი გამოგივიდეს და თქვათ აი 10 წელი რო იყო ტრაილერში, 10 წელი ტრაილერში მუშაობას არავის არ უშვა, იქ რაღაცა ძალიან დიდი დაჯდა იქით ქვევით. 10 წელი მუშაობას მეგობრებო, ერთ სამსახურში არამც თუ ტრაილერში და არამც თუ ელიავაზე არავის არ უსურვებ, მაგრამ თუ რაღაცა მოხდა და ერთ სამსახურში შემორჩით, ის 10 წელი რომ სად უფრო კარგი იქნება. აი სად უფრო იტყვით რომ ეს 10 წელი მიცხოვრიაო, ხო? მართლა უამრავი სიტუაციაა მეგობრებო, ეხლა აქ რავი ვეცდები რომ გადავიღო ხოლმე. და აგერ ირემი მეგობრებო, აი შეხედეთ, აი ირემი მეგობრებო. აი ეს მაიმუნი საჩევიდა, ხედავთ? აი ის კიდე იქ გამოვიდა ის რო არის, რა ქვია, წყერია თუ რა არის. ხო და მაგას ვიძახი მეგობრებო, რომ თუ არაფერი გამოგივათ, გარანტირებულად აგერ ფაქტებს გაჩვენებთ მეგობრებო, რაც ხდება და კიდე აწი ნახავთ, რომ გარანტირებულად თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო იქნება და ამ ბუნებაში, ამ სხვადასხვა ქალაქებში, იმ ქაოსიდან მოშორებული, იქ რასაც აკეთებთ, ხა ხო ხედავთ, რამდენი წელი უნდა აკეთოთ ეხლა ეგ და რამდენი ხანი უნდა აკურდეთ, რომ არ გამოდის, ხო? რასაც აკეთებთ, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ, სწორად რო აკეთებდეთ, მეგობრებო, უკვე ნაშოვი გექნებოდათ, ხო და მეც ნაშოვი მექნებოდა, ხო? მე თქვენზე ოდნავ წინ იმიტომ ვარ, უბრალოდ რომ მე ზა გავლილი მაქვს და ეხლა რო ვხედავ რაღაცებს და ფაქტებს რო ვხედავ, რომ აი აშკარად წუხელ მეძინა გავიგზა დღეს ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ, ენერგიული ვარ, რა ვიცი, არც საჭმელი მინდა არაფერი, ეხლა შემიძლია წავ და გავიქცე ეს უვადოდ გიჟვი დავადო თავი და გავიქცე ასე. რაღაცას მაძლევს ეს ბუნება, ვერ გეტყვით მეგობრებო, ეს ყველა თავისებურად უნდა გამოცადოს რა. კოლეგები და მოკლედ აი ეს თითი სანაბეჭდი მეგობრებო, არც ერთს არ გვაქვს ერთნაირი, არც ერთს. ანუ ადამიანები ერთმანეთს არ გავარდა, რომ იტყვიან, რომ აი წამოდი და ის რა ქვია, აი შენ რო აკეთებ, მეც გამაკეთებინე, მე კი აკეთებინე, მაგრამ შენ ისე ვერ გააკეთებ და ვერც ბუნებრივი ასეა დაწერილი, ვინ ჩვენ შექმნა ეს ამდენი მილიარდი ადამიანი ასე განსხვავებულად. თითის გარდა ხო იცით კიდე თვალის გუგაც სხვანაირი და ყურიც სხვანაირია ყველას. და ასეთი განსხვავებულები რო შექმნა, ესე იგი ვინ ჩვენ შექმნა, იმან ძალიან კარგად იცოდა, რომ რას ქნიდა და როგორ სხვადასხვა ტიპები უნდა ყოფილიყავით ყველანი, ხო?
ხო და მე რასაც ვაკეთებ თქვენ ზუსტად იმას ვერ გააკეთებთ მეგობრებო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უარესად გააკეთებთ, ან უკეთესად გააკეთებთ. არავინ არ იცის მაგ. ყველა ადამიანი განსხვავდება და მე რო აქ ჩამოვედი და მე რო 2 წლის მერე მოვედი აზზე რაღაცებზე, იმიტომ რომ ვიმეორებ რომ მეუღლესთან ერთად მუშაობდა, მაშინ ბევრი მუშაობა მქონდა, ღამისთება მქონდა, მეუღლის საკეთებელი, რა თქმა უნდა, ჩემი საკეთებელი იყო და ვიღლებოდი და თავისუფალ დაღლ დროს ასევე მეუღლესაც უნდა და მეც მინდოდა, რა თქმა უნდა. და დავწანწალებდით კიდე ამ თავისუფალ დასასვენებელ დროიზმად, დავწანწალებდით კიდე ფულს ხარჯავდა და წინააღმდეგ დავდიოდით. ეგ სხვა რამეა, თქვენ სხვა გამოცდილება გექნება. თქვენ რო ჩემ კომპანიაში მოგიყვანოთ აქ და თუნდაც ეხა ეს ერთ და იგივე რეისი ამოგატარო და ჩაგატარო, თქვენ სხვანაირ სიტუაცია გექნებათ მეგობრებო. ერთ და იგივე ისტორია ჯერ არ განმეორებულა, არასდროს არაფერში და არც განმეორდება. აი ხა გუში მე რო ამოვედი ნახეთ და ირემა გადმომირა. თქვენ რო ამოსულიყავით, შეიძლება ეს ტრეილერები შეგხვდეთ, თქვენ შეიძლება ზადნი მოხსულათ გასვლა. ანუ ერთ და მეც კი და გადმომექცა, ყავა, მეც კი ვერ ამოვივლი ამ ქუჩას ორჯერ ერთ და იგივე ნაერად. აი თუნდაც ეხავე რომ ცადო არ გამომივა მეგობრებო. ყოველთვის სხვადასხვა სიტუაცია იქნება და თუ ამ პატარა მონაკვეთში ასეთ ნათელ ადგილას რო ხედავთ გზა არის და რა უნდა ჩადიამოდი, მაგრამ ერთნაირად ვერ გაიმეორებ. თქვენ რატო გონიათ რომ ცხოვრებაში ზუსტად იგივეს გაიმეორებთ, რაც სხვა? აი რატომ არ მუშაობს მეგობრებო, რომ ვიღაცა რაღაცას რო გეტყვით და მაგათაც მისულ ხარ და გითქვიათ რომ აი მოდი მასქენი რა, მე დამაწყებინე მუშაობა და ვიღაცა კარგად მუშაობს, შენ არ მუშაობ, თქვათ იგივე იმელი ავაზი ან რაღაც. რატო? იმიტომ რომ ის სხვა ტიპია, იმას სხვანაირი გამოცდილება აქვს და ის სხვანაირი გამოცდილება სულ სხვადასხვანაირია ყოველთვის და თქვენ სხვანაირი ხართ. თქვენ შეიძლება იმაზე კარგად იყოთ, ეგეთი შემთხვევაც გქონია, მე ჩემთვის მეგობრისთვის დამიწყებინებინა თბილისში მუშაობა და ჩემზე მაგარ პონჩი ყოფილა, იმიტომ რომ თქვა ის IT და რაღაც ეგეთ სფეროები ჩემთვის ნაკლებად იყო, იმისთვის უფრო მოხერხებული იყო და ის უფრო კარგად უგზნია იმას თავი. მაგრამ ყოფილა სამსახური სადღაც თქვა აი ეს უფრო აი ეს გადაკეთება და რაღაცა მეტი რო გითხარით, იქ მე ვიყავი მოხერხებული და ვისაც დავაწყებინე იმ ჩემი გაზრდილი ბიჭის არ იყოს მეტრები, მაგის გარდა პრაქტიკულად ჩემზე კარგად იქ ვერავინ ვერ იყო, იმიტომ რომ იქ მე ვიყავი მოხერხებული და ასე შემდეგ რა. ამიტომ მე რო აქ ვარ მეგობრებო და რაღაცა თქვენ სხვა ხართ, თქვენ არ იცით, შეიძლება ჩემი 1 წლის გავლის არც მოგინდეთ ამდენი გზის გავლა, იქ სადღაც იქ დაიჭირო თქვენი თავი და იქ აღმოაჩინოთ რომ აი ტვინი დაალაგდა, დამშვიდა, ეს ქაოსი აღარ არის, დაწყნარდა, საქმე არ აქვს, დაიწყე ფიქრი, მოვიდა აზრები, ის აზრები ზევიდანაც მოვიდა, ახალი და ქვევით გაღვივებული რაც ჰქონდათ, რაც ყოველთვის გინდოდათ ბავშვობიდან, იმათმაც წამოყვეს თავი ხვდები და უკვე ცხოვრებას ხედავ სხვანაირად. ეხლა როგორც ეხლა კადრი მოვატრიალო და აქით ქალაქი იყოს, აქით მოვატრიალო და ტყე არის, აი ესეთი განსხვავებული აზრები იწყებს მოსვლას და მე ამ აზრებიდან იწყება უკვე ფრთების შესხმა, რასაც რა თქმა უნდა მოქმედება და რაღაცები უნდა, ხო? ეხლა მე უამრავი აზრი მაქვს და უამრავი რაღაცა მიტრიალებს მეგობრებო თავში და რაღაცებს შვები, ახლა ჯერ ჩემთვის ხელმისაწვდომი დროის და თანხით რაც არის, იმას რა თქმა უნდა ვაკეთებ. და კიდე ერთს გეტყვით მეგობრებო, რომ ამდენი დრო როცა გექნებათ საქართველოში, ყოველთვის ახალმე რომ და გაიმთარდეს, ყოველთვის რაღაცა უნდა ისწავლოს. მინდა ჯაჯიქთა ეხა ისწავლე, შენ 1000 ლარი რო გაქვს და 1500 გასავალი, ხო? და ის სახში რომ მოდიხარ, მარტო იმიტომ რომ დაიძინო, ჭამო და მე დილით ადგილ სამსახურში წავი, მინდა ისწავლე ეხა. მაგრამ აქ გააქვთ მეგობრებო, ბევრი დრო, იგივე უცხო ენას, იგივე იმ IT შეიძლება ვიღაცას ჩემსავით ესე ის არ იყოთ ამ კომპიუტერში და რაღაც ამ პროგრამირებაში, მაგრამ თქვენ შეიძლება გქონდეთ მაგის მონაცემები, მაგრამ დრო არ გქონდეთ. დაჯექით და ისწავლეთ მეუღლეს გვერდზე რომ და მართლა ხა სულ კინოებს კი არ უყურებ და სულ პარიზში კი არ დავდივით კაცო, მაგრამ რა ონლაინ სწავლობდა ხოლმე რა რაღაცეებს რა და ონლაინ მე რამდენიმე კურსი გავიარე აქ ამ მანქანაში, მე 3 კურსს გავდივარ ეხა სიმართლე გითხრათ. ხო და ამიტომ დრო ყოველთვის არის მეგობრებო აქ და თუ რაღაცას არ შეაშველებ და არ იმასწავლებ, ეგრე არ გამოვა მეგობრებო არაფერს. ვიმეორებ, არც ჩემთვის არ არის ეგ პროცესი სასიამოვნო, მაგრამ საჭიროა. მაგის გარეშე ვერ წახა, მე რო არ მესწავლა კოდე 95, მე აქ ამ ირემს და ამ რაღაცებს ვერ ნახავდი 20 ქვეყანა სადაც ვარ მეგობრებო, ამყოფი და 20 ქვეყანაში რამდენიმეჯერ ვერ ვიქნებოდი. ბევრ ახალს რაღაცას ვერ გავიგებდი. სხვადასხვა ადამიანები არიან მეგობრებო, ჩემს ირგვლივ სხვადასხვა ადამიანები შემოიკრიბნენ ისეთებს, რომელსაც საქართველოში რო ყოფილიყავენ, მაგალითად შეიძლება უბრალოდ შეიძლება ეს ადამიანები ვერ აღმომეჩნდა მეგობრებო. რაღაც ხა მოძრაობა დაიწყეს. აქ ესე იგი თლათ ესე უპატრონოდ ღამე არ ყოფილა როგორც ჩანს. ხო და კაია. ახან ხა აქ მოძრაობა დაიწყეს, მოვლენ ხა ესენც. მოკლედ მეგობრებო ეგრეა რა. ფაქტია რომ იქ ერთ და იგივე ცხოვრებით არაფერი იცვლება, აქ ერთ და იგივე ცხოვრებით შეიძლება არაფერი შეიცვალოს გეთანხმებით, მაგრამ
ფაქტია, რომ მრავალფეროვანი რაღაც და მინიმუმ 1 წელი და წელიწადნახევარი და 2 წელი ისე მალე გავა და იმდენ რაღაცას ნახავთ მეგობრებო, აქ შეიძლება მთელი ცხოვრება იქ ვერ მოასწროთ. საქართველოს ჩასულსაც ვიმეორებ, უფრო გექნება დრო და რა უნდა ეხა სვანეთში წასვლას ამის დავატრი, დაკოქი მანქანა არ ყავს იქირავე ის მანქანა ბოლო და 2000 ლარად სულ ადგები და წახვალ სვანეთში და ჩამოხვალ. ხა ცხოვრებაში ერთხელ 2000 ლარი დახარჯო, იმიტომ რომ სვანეთი არ გაქვს ნანახი მაგალითად, წადი და ნახე ხო? ეხა არა გაქვს მაგის დრო და ფული, გექნება მერე. ყოველ ჩასვლაზე მე არ გეუბნებით რომ ყოველ ჩასვლაზე აი სვანეთში წადი დღეს ხვალ მაგას ვერ იზავთ ხა მაგდინ ფულის არ არის აქ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კადენციიდან ჩასულ და თავისუფლად შეგიძლიათ ის საქართველოს შემოიაროთ. მართლა გეყოფათ ხა 2000 ლარი, ავი 2-3 დღით რო წახვიდეთ სადღაც, 2000 ლარი კი შეიძლება ზოგი ნაკლებში წავიდეთ, ზოგს ხა მანქანას ყავთ ხო? თუ არ ყავდა, მაშინ სასწრაფოდ წამოვიდეთ რომ მანქანა იყიდოთ კაც. ხო და ბევრ ამას ნახავთ ხო მაგას ვიძახი მეგობრებო, თორე აუ იქაც აი დაждდა რაღაცა. რამხელა არის ფთებს რო გაშლის და ბიჭო. ვერ ხვდები რა ფრინველები და რა ის იმდადიანტო. იმდენ ცხოველი და ფრინველი მაქვს ნანახი, მაგრამ მაინც არ წყვეტენ ჩემს გაოცებას. მაინც ისინი არიან ხოლმე, რაღაცა უცხო რაღაცებს ხედავ ხოლმე სულ. აბა რა მგონია ეხა მე მაგი დამელოდოს მანდ, მაგრამ მივიდეთ აბა. აი რაღაცა წაიღო ნახეთ. ტოტი მოტეხა და ტოტი წაიღო თო. გამოჩნდა კაცი ვითო? მიმინოს გავდა მე მგონი. ტოტი მიქონდა რამხელა ტოტი თო. ეს კიდე რა არის? დინოზავრი მოვიდა მე მგონი. აი თუ მომესალმე პრივეტ. მგონი მომესალმა. ანუ არ ვიცი მეგობრებო, რა ვიცი, ვიღაცის უფეხებზე კიდია ეს. საქართველოში რო ვიყავი, დიდად ეს ბუნება და ის არ მიზიდავდა, იმიტომ რომ სოფელში ჯერ ერთი რო ხშირად დავდიოდი, მე რაღაც ერთ გარეუბანში ცხოვრობს რაღაც ბუნება იყო. რაღაცა მიწაც ჰქონდა და მოგეთ ამ მიწასთან შეხება მქონდა, სიმართლე გითხრა ძალიან დაღლილი ვიყავი მანდ. მაგრამ აქ რო წამოვედი, ხა პირიქით მიწასთან მინდა რომ მქონდეს შეხება. აქ იმდენად სხვანაირადაა ყველაფერი. ხო და მეც კი არ მეგონა, მაგრამ ისეთ ადამიანს რომელსაც დიდად ეს არ უყვარდას თაში და კარავი და რაღაცა კარავითაც წავსულვართ. ყველაფერი, მაგრამ დიდად სიამოვნებას არ მგვრდა, მაგრამ აქ რა ვიცი, აქ გამეხსნა თუ რა არის, ვერ ხვდები, გაიტანა ეთყო. აქ ძალიან სიამოვნებს ხოლმე რა. აქ ძალიან სიამოვნებს ხოლმე და მართლა ვიძახი მეგობრებო, აი ხვალდაზეგ ნელ-ნელა იმედია რავი გავაგრძელებ კიდე და რამე არ შეიძლება ნახავთ. ეხა ვარ მართლა უბრალოდ ნახევრად ტყეში, მე ადგილებში ხვდები, აი არ ვიცი, მართლა ძალიან მაგარ ადგილებში ხვდები, განსაკუთრებით თიან ადგილებში რომ მოხვდებით, აი გული აგიჩქარდებათ მეგობრებო და ის სუნთქვა რაღაცნაირად შეგეკვრებასავით სიამოვნებისგან, აი რაღაც ეგეთი რაღაცეები ხდება, ანუ ცხოვრებაში რო არ გინახია არაფერი, ხანდახან იმ სიმაღლეზე ავდივართ მეგობრებო, რომ რამის ღმერთს ხელი ჩამოვართო და დაელაპარაკოთ ხვდები და იმ სიმაღლეზე ხართ, რომ აი თითქმის უკვე მაგ ხედავთ რა მას რა. რაღაც ესეთი განცდა გეუფლებათ, იმიტომ რომ ქვევით რო გადაიხედებით ბოლო არ უჩანს, მიწა სად არის ქვევით ბოლო არ უჩანს, მოსახლეობა იმ დონეზეა და ზევით რო არ ხედავ ღრუბლები აგერა, რაღაცით ლამაზიცა, სიმშვიდე ცოტა ოდნავი სიცივე და შეგზნება გეუფლება, რომ აი შენთან ვარ უკვე, აი всё, მოდი ვისაუბროთ. რაღაც ასეთი შეიძლება ცოტა ვიღაცა მისი გაიგოს, მაგრამ ასეთ შეგრძნებებში გადადიხართ მეგობრებო, ეს განუმეორებელი შეგრძნება. რა თქმა უნდა, ესე არავის არ ესაუბრები კაცო პირდაპირ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეგრძნება ისეთია, რომ კმაყოფილი ხარ, აი შინაგანად ივსები რაღაცნაირად. ეხა ეს შინაგანად ავსებული და დატენილი ადამიანი უფრო კარგად ვნობს იმ მომენტში თავს თუ ის რა ქვია, იმ დიდუბეში როდის თქვა და გამონაბოლქვები და სიგნალები და ხო ხვდებით. განსხვავება ყველაფერს აქვს მეგობრებო და მინიმუმ არავინ არ ვიცით მეგობრებო ვის რა ცხოვრება დაგვრჩენიათ თქო ვიმეორებ. არავინ არ ვიცით სამწუხაროდ ბევრი ახალგაზრდა ადამიანი მაქვს დაკარგული სამწუხაროდ. ხო და თუ ამას ყველაფერს კარგად გავაცნობიერებთ, ნუ წამოხვალთ ბატონო ამ ტრაილზე, დაანებით ამას თავი, ამას არ ვიძახი.
წადით სადმე ისეთ რაღაცას მოკიდეთ ხელი, რომ ყოველ დღე იცხოვროთ. ხვალე რა იქნება, ან გუშინ რა კარგი იყო, აი რო იცოდნენ ხოლმე, რომ აი კომუნისტებს ის კაი ცხოვრება იყო, არაფერი კაი ცხოვრება იყო მეგობრებო კომუნისტებს იყო და იგივე ცხოვრება და კაი ცხოვრება რა იყო, არავინ არ იცოდა უბრალოდ, მეტი არაფერი. აი ყველაფერი გქონდა, ყველაფერი კი არ ქონდა, ქონდა ის მინიმუმი, რაც ყველას ქონდა, მეტი არაფერი, თორე ყველაფერი მაშინ არც იყო ფიზიკურად შენ ანუ ყველაფერი რო გენახა არც იყო მაშინ ხო? ეხლა შენ რა იცი ვიღაცა იტყვი შენ პატარა ხარჯე ხო? მე პატარა ვარ, მაგრამ ხო ხედავ რაც იყო რა. მანქანები მაგალითად 22 ყველა ვერ იყიდდა როგორც იცით ხო? ნუ ეხლა ეს უფრო ასაკოვან ხალხს ცოტა ისეთი ახალგაზრდები მაგას ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ ასაკოვანთან შეიძლება არც ქონდათ შეხება და არც გლაპარაკეთ ამ თემაზე, მაგრამ 24 ვერ იყიდი მაგალითად და ტრისტადინ საერთოდ ვერც იყიდი, სამთავრობო მანქანა იყო, მარტო ან ჟიგული ან მოსკოვში ნაკოვოდა. და ტანსაცმელი თითქმის ერთ და იგივე ცვაო ყველაზე თქვენი გართობა მაქსიმუმ იყო რაღაც იმაში ზავიდენიაში შესვლა და დალევა წვადი და მეტი არაფერი ანუ სხვა მეტი გართობა არ იყო რისის რა ქვია კინო და რისი კლუბი და რისი ისინი რაც პარკები და ატრაქციონები ეგ საერთოდ სისულელე იყო ხო და რის ტელეფონი და რაღაც ამიტომ მაშინ სხვა ცხოვრება იყო და ეგეთი ადამიანები რომ მსგავს რაღაცებს ლაპარაკობენ და მე თავიდან თაობას გადმოეცემენ ზუსტად აი ესეთი მსგავსი რაღაცებით გვაქვს ჩვენ თავში ინფორმაცია მოგროვებული და ჩვენ ამ სამყაროს ისევ ხედავთ მეგობრებო როგორც ჩვენმა გარემომ გადმოგცა ინფორმაცია თორე ადამიანი ვერაზროს ვერაფერს თავისით ვერ გამოიგონებს მეგობრებო არაფრისგან ადამიანი რაღაცას ვერ შექმნის ილონ მასკ ტესლა არ გამოუგონებია მეგობრებო ტესლამ ილონ მასკი და ტესლამდე იყო უამრავი რამე ხო იგივე ელექტროენერგია არსებობდა იგივე კაბელი არსებობდა იგივე საბურავი არსებობდა და ასე შემდეგ ვერტალით როგორ დაფრინავს რო გითხრათ ხო იტყვით რომ ზოგმა ის წარიცაც როგორ დაფრინავს და სადაც პროპელერი არის წარიც მაგრამ აი პროპელერი ატრიალებს და იმაგი დაფრინავს არა მეგობრებო სწორი პასუხი ეგ არაა ვერტალიოტი პროპელერი რო დაატრიალოს იმას ძრავი ჭირდება ძრავს საწვავი ჭირდება ძრავში უამრავი დეტალია რო ის ძრავის რაღაცები დაატრიალდეს იქ ანუ ვერტალიოტი დაფრინავს უამრავი დეტალების ათასობით და 100,000-ობით დეტალების ერთობლიობის შედეგად. თორე პროპელერი რო ატრიალებს მაგიტო არა. დებით? სწორი პასუხი ეგაა, ყველაფერს თავისი სწორედ უნდა მეგობრებო მიდგომა. ამიტომ ყველაფერს ზედაპირულად თუ მიუდგებით, შედეგი ზედაპირული იქნება, მაგრამ ცოტა სიღრმისეულად თუ ჩაუყვებით მეგობრებო, მაშინ გავიგებთ, არ შეიძლება ესე თქვა, რომ აი ეს ცხოვრება რა ბანძია და აი საქართველოს ფუ აიბენა რაღაცა სუის არის. ამ საქართველოსიც ხო შოულობს მეგობრებო ადამიანები ფულს, ეს უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ფული როგორ ვიშოვთ. სიმართლე ეგ არის. თორე ჩვენ რო ცხოვრობდეთ რაღაც ეხა ეგ ჯუნგლებში ხო არიან დღესაც რო ფოთლები დარბიან ტიპები. ხო არიან ეგეთი ტიპები არიან, ხო? ფოთლები და შუბები და ის შავკანიანები რო არიან რა. ეხა წარმოიდგინეთ საქართველოში დაიბადა ბავშვი. ტყუპი დაიბადა თქვათ და ერთს მოვკიდეთ ხელს, აი მოდი სამი ტყუპი დაიბადა თქვათ ეხა საქართველოში და ერთს მოვკიდეთ ხელი დავტოვეთ დედასთან. მეორე წავიყვანეთ მივეცით იმ ჯუნგლებს რა ჩავაბარეთ და მესამე მოვიყვანეთ და წავიყვანეთ იმაში რა ქვია რაღაც შვეიცარიის რომელიღაც ჩინოვნიკის ოჯახს ჩავაბარეთ თქვენი აზრით სამივე ბავშვი ერთნაირი გაიზრდება მეგობრებო სამივე ქართველი იქნება მაგრამ რომელს უფრო ის ექნება რა ქვია კაი ცხოვრება და რომელს უფრო ცუდი სავარაუდოდ შვეიცარიის ჩინოვნიკის ოჯახში ვინც აღმოჩნდა იმას ყველაზე კაი ცხოვრება ექნება და ჯუნგლებში ვინც აღმოჩნდა იმას ყველაზე ცუდი და მესამე საქართველოში დაზრაცია ეგ ის როგორ ცხოვრებაც ექნება რა ამიტომ აი ქართველები ვარ და აი ცუდ ადგილას ვარ და რაღაცა ცუდ არა მეგობრებო უბრალოდ რაღაცა ზოგი მეც ესე უკმაყოფილო ვიყავი ხოლმე ძალიან გულდაწყვეტილიყავი ბევრ რამეზე საქართველოზე მაგრამ არაფერ შუაში არაა მეგობრებოს ეგ არც საქართველო არც ტრაილერი არც ელიავა და არაფერი იმ ელიავაზეც ხომ არიან ტიპები რომლებიც არიან გამყიდველებიც მუშებიც და ამ დროს მაღაზიის უფროსებიც ხო არიან მეგობრებო აგერ ჩემი ის რა ქვია კომპანია აგერ რაც არის. მე ხო ვარ მძღოლი, მაგრამ ჩემ კომპანიაში ხომ არის ჩემი უფროსი? ხომ არის? იმ საქართველოში ხო არიან მეგობრებო? მილიონერები ხო არიან? არიან. ესე იგი ჩვენ არ ვიცით როგორ უშოვთ მილიონერი. ეხა იმან მოიპარა. სიმართლეს გეტყვით კიდე მოდით აგერ გულში ჩავიხედოთ. თქვენ არ ქონიათ ალბათ ესე მოსაპარის საშუალება, თორე მილიონის მოპარის საშუალება რო გქონდეთ თქვენ ისე რო თქვა ვიღაც ადამიანის სიცოცხლე არ შეწევდა. ალბათ თქვენც მოიპარავთ, მეგობრებო, თქვენ არ ქონიათ მაგის საშუალება, თორე როცა მოგეცემათ საშუალება მე ვილაპარაკოთ თქვენ მოიპარავთ თუ არ მოიპარავთ. ეხლა მე მქონდეს არ მოიპარავ, ხო იძახით, მაგრამ დაგიდოთ აბა 1 მილიონი კაცი რა დღეში აგერ დავდო მილიონი. უნდა გაიაროთ და არ უნდა აიღოთ, იმიტომ თქვენი არ არის. არ აიღებთ? მე არ გეუბნებით რომ ბანკში შევარდე და ვიღაცა დააყაჩაღო და რაღაც. აი წარმოიდგინე ეხლა ვიღა რენჯერმა გაიარა, გადმოვარდა მილიონი, აი ეგრე ჩიტიროზით თუ რაღაც. ეგერ გდია მილიონი. თქვენ ხართ აგერ.
ახლა რაღაც ის მილიონს მე არ მოიპარავ დაждებით სიმართლე მეგობრებო ეგ არის ნუ მოვიტყუებთ თავს ყველაზე მეტი ჩვენი დამღუპელი არის თუ საკუთარ თავს ვატყუებთ ძალიან ბევრ რაღაცაში და მე რაც არ უნდა თქვენ გელაპარაკოთ მეგობრებო თქვათ იგივე ტრაილერი და რაც არ უნდა აგიხსნათ ჩემს ენაზე ზოგს ესმის ზოგს არ ესმის მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ გასაგებ ენაზე გადმოგცეთ მე რასაც ვფიქრობ რა და მე რაც არ უნდა თქვენ აგიხსნათ მეგობრებო თქვენ მე ვერ დაგაჯერებთ იმიტომ რომ თქვენ ჩემზე მაგარი ხართ საკუთარ თავის დაჯერებაში ხვდებით ვერავინ ვერ დაგაჯერებთ თქვენ ყველაზე მაგარი თქვენ თავი რო რაღაცაში დაარწმუნოთ ამაში თქვენ ხართ ყველაზე მაგარი ხვდებით ეხლა თუ ვიღაცა იტყვის რომ მილიონი არ მოვა პირველად ახლა რამდენი ადამიანი იტყოდით ან გულში გაივლევთ რომ აი ახლა რას მოვიპარავ გას თუ მოპარავ ამინდო და ეგრე მოვიპარავდი აქამდე შეიძლება არ დაფიქრებულ ხართ მეგობრებო რეალურად და სიღრმისეულად მაგრამ გეუნებით აი აგერ დგევარ ყავავს სვავ ველოდები იმას აი ეგერ გადაიარა მანქანამ ჩამოვარდა ჩემოდანი ვხედავ ფული ამოცვიდა რას ვაკეთებ ერთი მაგიზაც ვაწერი მე პატიოსანი ვარ და წავალ დავждები არა მეგობრებო აიღეთ ან შეიძლება ვიპოვო არაფერი პოვნა არა რაც შენი არ არის ის არ უნდა აიღო რაც შენი არა იმას თუ აიღებ მაგარი მოპარვა всё მაგას დაგიჭერენ უკვე რამე რო იყოს დაჟე აი ეს ბალი რო არის მეგობრებო მაგის მოკრიფოს არ შემიძლია თქვენ იცით ეხლა აქ ინგლისში არ ვიცი მართლა გითხრა მაგრამ პოლონეთში და იმაში ტყემალი და ჩემ სახლის წინ არის ტყემალი ჩაულებად კორპუსების წინ კაცო ეგ რო მოკრიფო ისა ანუ ეგ არის ფრინველების მაგაზე პოლიცია რომ ის დაგაჯერებთ ყოველ შემთხვევაში მოვიდნენ ყველაფერს აქ თავის წესი მოკლედ აი ეს ქვა რო დევს აი აქ ესეც არ უნდა აიღოს საქმეზე რომ მიდის იმიტომ რომ საქართველოში მე ვიცი პატარა ბავშვი დაიჭირეს იმიტომ რომ რაღაც გზას აკეთებდნენ და გვერდზე ბორდიულებს რო ანგრევდნენ ის დანგრეული ბორდიული წაუღო ბაბუამის რომ რაღაცა მანქანას აკეთებდა შესაყენებლად უნდა და ვიღაცამ დაიჭირა რა არასრულწლოვანი რო იყო გამოუშვეს მე რა თქმა უნდა იმას აკნეს რა ქვია თორე მაგის გამო დაიჭირეს და ესეთი რაღაცა უთხრეს რომ რაც შენი არა ის არ აიღო ჯიგარო და ეგეთ რამე არ მოგივა ხო და ეხა იძახეთ თქვენ რომ არ მოიპარავ აი დადე არ მოიპარო მაგრამ ეგერდევ შენი არა და ეგერდევს არ აიღო მინდი აბა ასევე მეგობრებო რა ვიცი აგერ ტრაილერში ხო არ მე ვარ კი ბატონო ტრაილერში ჩემ ტრაილერში ხომ არის ის კაცი ბაბუკაცი ვინც ყავს ჩვენ ეგ ხო არის დირექტორი არის სხვადასხვა ამ ნიგუსზე გეტყვით მეგობრებო ანუ მე რომ მქონდა არხი GT Trucks ხო მაგ არხი დამიბლოკეს მოკლედ და ყველაფერი მიბმული იყო ერთმანეთზე Facebook-ი, YouTube-ი და მოკლედ მე ჩემი პირადი არხი რაც მქონდა სადაც ეს YouTube Premium და რაღაცა მქონდა ნაყიდი იმიდანაც შევეცადე მე იმ არხზე დაკავშირებას და მოკლედ ერთმანეთს რო გადაება ყველაფერი ერთმანეთს გადააბლოკეს საერთოდ რა და მარტო ის ჩემი პირადი არხი აღმედგინეს მარტო მეტი არაფერი აღმედგინეს და ეხლა კიდე რომ იგივე სახელი გამომეყენებინა რაღაცა დამერქვა და უცებ რაც მომაფიქრე და არაფერი მომიფიქრები უბრალოდ ნიგუსი დავარქვი აგერ რახან ჩვენს მანქანას ქვია ნიგუსი და ამ ნიგუსის განმარტება რა არის იცით აი ეს ბაბუ ვინ ჩვენთან ეხა ის არის დამფუძნებელი არის ამის ეგეც იყო ყოფილი მძღოლი და ზოგადად ყველა ყოფილი მძღოლი ამ ტრაილერებში მეგობრებო რა ვიცი შეიძლება ღმერთ მანქანას მეც რამდენიმე წელში სურვილი კი მქონდა ისე მე და ჩემი მეუღლეს, მაგრამ მაგას ბევრი სხვა რაღაცა უნდა. ანუ პირველ რიგში ენა და მე აქაური სხვა რამე უნდა მოკლედ რა. და ეს ნიგუსი პირდაპირ ხა რო ადგე და გადათარგმნოთ, ხო? ნიშნავს ზარმაცს. აი ეს ნიგუსი. ხო და ეტყობა თავიდან ამ კაცს არ ვიცი, ანუ ამ კაცს ეძახიან ამ ნიგუსს რა და ჩვენც ერთმანეთს სამსახურში ნიგუსს ეძახის რა. აი ნიგუსი მოვიდა და ნიგუსს რა შვები და რაღაც ეს ნიგუსს ეძახით ხოლმე. ეხა ეს ნიგუსი თუ ვიღაცა უცხო გეტყვის ის არის რა ქვია ანუ ზარმაცად ითარგმნა თარგმანი ზარმაცი გამოდის მაგრამ შინაურულად ეხლა როგორც ჩვენთან იძახიან ხო აი თქვათ რაშვები ნიგუს რო უთხრა ეხლა მე იმას ჩემს უფროს ხო მაგალითად უფროსის მამას უფროსს რომელიც იქ არის და პანამერად დადის მაგრამ პაგუჩი გზის ხოლმე აი ეგეთები არიან მოკლედ ანუ ისევ რომ თქვათ რაშვები ბაბუ აი ბაბუ პაპა რაშვები პაპი ან რაღაცა ხო და ეს მოფერებით სახელი არის მაგრამ თარგმანი ზარმას ნიშნავს და თავის დროზე ანუ ეს მეგობრები და ისინი ამას რო ეძახიან ყველა მანქანაზე გააკრეს ეს ნიგუსი რა ხო და თავის დროზე ეტყობა ან ზარმაცი იყო ეს კაცი თუ არ ვიცი ეგრე ეგონა სხვებს თუ რა იყო მაგრამ ფაქტია რომ დღეს კომპანიის პატრონია და პანამერათი დადის და რა ვიცი კი ისევ ისეთი მშრომელი კაცია და ჩაულებრივად გეუნი პანამერათი მოვა ტიპი ახალი პანამერათი რამდენიმე თვის დაждდება რაღაც თავის ველოსიპედი ყავს ველოსიპედი დადის ხოლმე პატარა ტერიტორიაზე და პაგრუჩი კი ტვირთავს ხოლმე ჩაულებრივად კეც ისვენებს დედამისის მოდის ჩაულებრივად ბუღალტერია ჩვენთან თავის ძმა მექანიკოსობს და მანქანებს და რაღაცებს უყურებს ეს ძმა თქეს დისპეჩერობს თქეს დირექტორია თქეს სპერტჩატკებს და ეკეთებს და წინ და უკან დარბის ხოლმე ახალი მეშვიდე სერია ყავს და დაჟე საჭმელიც მოაქვს ხოლმე სახლიდან და გვერდზე სამზარეულოსავით აქვს პატარა რაღაც არაფერი განსაკუთრებით სახლები მაგარი აქვს სახლები და მანქანები მაგარი აქვს და ზოგადად იახტებიც ყავთ და
ყველაფერი, მაგრამ ერთ შეხედოთ რომ შეხედოთ, ხო? ხანდახან შეიძლება მძღოლი უფრო კაი ფორმაში იყოს, ვიდრე ხანდახან კი არა ხშირად, ანუ მე რომ მივდივარ, ყოველთვის მაგაზე კაი ფორმაში ვარ, იმიტომ რომ ისინი სამუშაო ფორმებში არიან და სუპერ პერჩატკები და რაღაც ხანდახან როცი ვახოლმე კომბინეზონები და ჩაოლებ და ესე ოჯახური კომპანია და ესე მუშაობენ მეგობრებო. ხო და ეთყობა ესე იმაშებოდნენ, რა ქვია, ესე ეძახდნენ და ამ კაცმა სადგა და გაატრაკა და ბოლოს აგერ კომპანია შექმნა რა და სადაც ეხლა ძალიან კარგად არიან, ხო? და ესე ოჯახურად ყველანი მუშაობს და მეც რაღაც ოჯახის წევრი ვარ, სიმართლე გითხრა მეგობრებო, რაღაცნაირად ისე გზნობ თავს. აი, მოკლედ მეგობრებო, ამ ლაპარაკში ყავა გამიცი და წავიდე ხა. მეორე მოვადუღო, დაავლოდებ მოკლედ ამად და ნახოთ რა იქნება. იმედია დღეს წავალ-აქ. თუ არ წავალ და დღეს გული არ დამწყდება, კიდე ბევრ რაღაცას ნახავ და უფრო სუფთა ჰაერი და რაღაც, ну რა ვიცი, ნახოთ. ასეთ ადგილას არა უშავს დავრჩები კიდე თუ რამე იყოს, მაგრამ მოვლენ. კაი, წავედი მეგობრებო.